ვფიქრობ, თქვენ წაიკითხეთ ძალიან მძიმე სიტყვები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველაფერი, რაზეც მოსკოვის მექანიზმმა მოამზადა დასკვნა არის სიმართლე და ეს რეჟიმი იმსახურებს გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალზე, რაც აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან. და ეს სიმართლე დღეს ყველა მიცის დედამიწის ზურგზე და რა თქმა უნდა ყველა მიცის საქართველოშიც. უბრალოდ ამ სიმართლეს სჭირდება ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ შეშინდება და გამოვა ქუჩაში, დასაცავად იმისა, რასაც ყოველთვის პატივსცემდა ეს ქვეყანა, რასაც ყოველთვის პატივსცემდნენ საქართველოში. და ეს არის ადამიანის უფლებები, ეს არის ამ ქვეყნის ღირსება და დამოუკიდებლობა და დღეს არის დამოუკიდებლობის დღის რეფერენდუმის წლისთავი, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე და სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ სიმბოლურად სწორედ 31-ში გვეთქვა საზოგადოებისთვის ჩვენი სათქმელი, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ მობილიზაციის კამპანიას, მასშტაბური მობილიზაციის კამპანიას მთელ საქართველოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რასაც პროტესტი გაფართოვდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აჩვენოს კეთრი პოზიცია, ის სიძულვილი, რაც აქვს ბიზნა ივანიშვილის მიმართ ყველა ქართველს მე ვფიქრობ უკვე და ღიად დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დასაცავად, იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერი არ არის გარანტირებული, როგორც მერაბ კოსტავას სიტყვებში იყო ჯერ კიდევ თქმული ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე, აღდგენის შემდეგაც დამოუკიდებლობას როგორც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავის მაგალითზე ვნახეთ, ყოველთვის სჭირდება დაცვა, ვინაიდან დღეს საქართველოს ინტერესები ილახება, ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესი ილახება და ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როდესაც აი ესეთი თქვენს მიერ აღწერილი ფაქტები არის ჩვენი ყოველდღიურობა, როდესაც ქალებს, მოხუცებს იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის, მათ ღირსებას ლახავენ, როდესაც ბავშვებს უწამლავენ ბაღებსა და სკოლებს ქიმიური იარაღით, იმიტომ რომ რომელიღაც აქცია დაშალონ მაგალითად, როცა ხელბორკილ დადებულ ადამიანებს აწამებენ, აცემენ და რაღაც მანქანებში აყავთ საწამებლად, ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ და ეს არასოდეს არ იქნება არც ერთი ქართველისთვის ნორმალური ვითარება, ასატანი ვითარება, მოსათმენი ვითარება. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვანახებთ ყველას, რომ საქართველო არ შეეგუება ამას, საქართველო დაიცავს თავის დამოუკიდებლობას და თითოეული ადამიანის ღირსებას. 26 მაისი მთავარი შეკრების დღეა. თუ არის უკვე მონახაზი, გეგმა, როგორი იქნება ეს დიდი პროტესტის დღე დედაქალაქის შუაგულში? როგორ მოხდება მოქალაქეთა ორი თვის განმავლობაში მობილიზება მთავარ ცენტრალურ გამზირზე? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეს ოცნების პასუხები საკმაოდ მძიმე უკვე მოვისმინეთ. როგორ დაბალანსდება ეს პროცესები? მე არ ვიცი როგორ დაბალანსდება პროცესები ოცნების პასუხებიდან გამომდინარე, მაგრამ მე ვიცი რა არის საჭირო იმისთვის, რათა საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენოს ის დამოუკიდებელი ნება, რომელიც აქვს, ის ნება, რომელიც არ დაემორჩილება ბიზნა ივანიშვილს და ეს რა თქმა უნდა გულისხმობს ინტენსიურ მუშაობას ყველა ადამიანთან, მათ შორის განსაკუთრებით თბილისში იქნება ეს, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს აქცია სწორედ თბილისში გაიმართება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ალიანსი არ წავა ამ ორი თვის განმავლობაში სხვა ქალაქებში საქართველოში და სხვა რეგიონებში ძალიან აქტიური მუშაობა იქნება ასევე ამ მიმართულებითაც და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს სიმბოლური თარიღები, როგორც არის 9 აპრილი, როგორც არის 14 აპრილი, როგორც არის ევროპის დღე ხომ, 19 და ასე შემდეგ. აი ესეთ სიმბოლურ თარიღებს ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა შესაბამისი ძალიან კონკრეტული პოლიტიკური განაცხადები, გარდა იმისა, რომ ჩვენ უშუალოდ ხალხთან ვიმუშავებთ ძალიან ბევრს წელიწადების თვის მანძილზე და გარდა ამისა ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ ძალიან ბევრს საერთაშორისო. დიახ, სწორედ ეს მინდოდა რომ მეკითხა, მე ვკითხულობდი დღეს ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს ჟურნალისტებთან, სადაც მან თქვა, რომ მათ შორის იგეგმება შეერთებულ შტატებში ვიზიტი ალიანსის წევრებისა. ორ ფრონტად იშლება, შეიძლება ასე დავარქვათ, ოპოზიციური ალიანსი. ერთი ეს არის შიდა მუშაობა საზოგადოებასთან და პოლიტიკური პროცესების ახალ ეტაპზე გადაყვანა და მეორე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. უფრო კარგად რომ აუხსნათ მაყურებელს, როგორი იქნება ეს ამ მუშაობის პროცესი? რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ღიად პოზიციონირებს როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანების ჯგუფი, იმ ადამიანების, რომელთაც იციან საქმის კეთება, არა მხოლოდ ის, რომ დაუპირისპირდნენ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ იციან რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა საქართველო იყოს
ღირსეული ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების შეგრძნების გაჩენა, უსაფრთხოების შექმნა, ევროპულ ოჯახში დაბრუნება საქართველოსი და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის მეშვეობით საქართველოს გამთლიანება და ყველა ოჯახში კეთილდღეობის დაბრუნება. ეს არის მნიშვნელოვანი, ხო? სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ვაპირებთ პოზიციონირებას როგორც რატომ? და ჩვენ გქონდეს გააზრებული, რომ საქართველოს არ აქვს ვალდებულება ჩაყრეს ბიძინა ივანიშვილს იმ პოლიტიკურ სამარეში, რომელსაც ეს კაცი იმზადებს დიდი ხანია. საქართველოს იცხოვრებს დამოუკიდებლად და მას შეუძლია ყავდეს პოლიტიკური ელიტა ისეთი, როგორც დამოუკიდებელი იქნება ბიძინა ივანიშვილისგან და მიხედავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიხედავს საქართველოს იმის დამიხედვით, როგორც გადაწყვეტავს ქართველი ხალხი თავისუფალ არჩევნებს. ეს არის რა თქმა აი უნდა თავისუფალი არჩევნები ახსენეთ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოცემულობაში, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი, ყველა ბერკეტის არჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველაფერი ქართული ოცნების ხელშია, გაუარესებულია პროცესები, ფაქტობრივად აღარ არსებობს დამკვირვებელთა სისტემა. როგორ აპირებთ ამ დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას, მიღწევას ამ ქვეყანაში? პოლიტიკური სიტუაციის გადაკეთებით. და ძალიან კარგია, რომ 31 მარტს ვამბობთ ჩვენ ამას. სწორედ იმ დღეს, როდესაც მოხდა ქართველი ხალხის ნების აღსრულება იმ არჩევნებში მიცემული ნებისა, რომელიც ჩაატარეს კომუნისტებმა. და ვერავის ვერ წარმოედგინა რამდენიმე თვით ადრე, რომ კომუნისტები ჩაატარებდნენ არჩევნებში, რომელშიც გაიმარჯვებდა დამოუკიდებლობის მომხრე ძალა და მერე ის გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. იმიტომ რომ კომუნისტურ რეჟიმში არჩევნები არ ტარდებოდა იქამდე. სწორედ ეს იყო პირველი და უკანასკნელი არჩევნები, რომელიც კომუნისტებმა ჩაატარეს თავისუფლად. ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მაშინ ეროვნულმა მოძრაობამ მოახერხა და გადატეხა სიტუაცია არჩევნებამდე. იქამდე სანამ რა გადატეხს სიტუაციას დღეს 2026 წელს? ეს არის ხალხის რაოდენობა თუ კიდევ სხვა რა? უმნიშვნელოვანესია პროტესტის გაფართოება. უმნიშვნელოვანესია ის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ნელ-ნელა მას გაუადვილდეს მისთვის ხელის შეშლა და რაც თავია ბიძინა ივანიშვილს გაუთულდეს საკუთარი ბრძანებების აღსრულება, რაც მე ვფიქრობ ძალიან მალე შეიძლება უკვე მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წნეხი იქნება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. მეორე მხრივ არის მნიშვნელოვანი ასევე საერთაშორისო წნეხი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციებს აქვს მნიშვნელობა, მისი მთავარი პროპაგანდისტული მანქანები დასანქციდნენ, განხანგრძლივდა სანქცია ბიძინა ივანიშვილისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ვინაიდან ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველოში იმყოფებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც ასევე შეხვდა ოპოზიციურ ალიანსს და ამ შეხვედრის შემდეგ და რა თქმა უნდა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცია უნდა გახარჯოს. ეს მე ვფიქრობ ღია მესიჯია და სწორედ ამის მერე შედგა ზარი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელსა მარკო რუბიოსა და ჩვენ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს შორის, ხო, რაც ასევე მე ვფიქრობ ცხადია, რომ არ შედგებოდა მისთვის სასიამოვნო თემებზე, იმიტომ რომ დღეს იქნებოდა წალეკილი ეს პროპაგანდის მიერ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი სერიოზულ ნიშნებს ავლენენ. ჩვენ ნახეთ ბატონი კიცხალეს განცხადება, რომელიც პირდაპირ შიშობს, რომ ოპოზიციური ალიანსი არ დაალაგდეს ამერიკასთან მათ ნაცვლად. ხო, სინამდვილეში აი ეს არის ასევე მე საკითხი, საგარეო წნეხი და რა თქმა უნდა პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა, რომელიც ყოველთვის აკლდა ამ პროცესს და დღეს ეს ალტერნატივა ღმერთმა ასე თქვა და რაღაცნაირად გვაქვს. კი ბატონო, მადლობა გიორგი იმედაშვილს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში, რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის